სოფელ ფონიჭალოში მცხოვრები აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქეები ვაჰაბიტების სალოცავის მშენებლობას აპროტესტებენ. სოფლის მოსახლეობის ნაწილმა ვაჰაბიტების წინააღმდეგ სოფლის სკოლასთან აქციას გამართა. ისინი მერიისგან მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ადგილობრივი მუსულმანების თქმით, ვაჰაბიტები რადიკალური დაჯგუფებაა და მათი სალოცავის აშენება სოფელში დაპირისპირებას გამოიწვევს. თავად სალოცავის მშენებლობის ინიციატორები კი, რომლებსაც აქციის მონაწილეები ვაჰაბიტებს უწოდებენ, აცხადებენ, რომ ისინი ღვთის სახლს აშენებენ. დაპირისპირება მოხდა ერთ-ერთი ასეთი ადამიანის ჟურნალისტებთან კონტაქტსაც. მათ საკუთარმა მამამ კომენტარის გაკეთების მცდელობისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მერიაში კი აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვა საცხოვრებელ სახლზეა გაცემული და არა მეჩეთზე. Mən Rahid Şərimov bu kənd sakini. როგორც სოფლის მცხოვრებლების სულიერი ლიდერი მივმართავს სახელმწიფოს, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს ვაჰაბიტების სალოცავის მშენებლობა. ჩვენ სოფლის მკვიდრნი ერთნი ვართ და არ გვინდა გარეძალებმა სოფელში განხეთქილება გამოიწვიონ. ვაჰაბიტები რადიკალები არიან და ისინი ჩვენგან განსხვავდებიან თავიანთი მრწამსით. თუ კი სწორგზაზე არიან, ჩვენს მეჩეთში ილოცონ. სოფელში სულ დაახლოებით 25 ვაჰაბიტი ცხოვრობს. 5 წელია რაც ისინი აქ დასახლდნენ. მათი სალოცავის აშენება სოფელში დაპირისპირება მოყვება. იმ შემთხვევაში თუ მშენებლობა არ შეჩერდება, აქციებს გავაგრძელებთ. Ვითხოვთ რომ შეჩერდეს ამის მშენებლობა. უგანონოდ არის ეს მშენებლობა. ეს არის საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილი არ შენდება, არის გუმბაზიანი. ეს მეჩეთის მსგავსი რამეა, მაგრამ ჩვენ არ გვინდათ, რადგან სოფელში არის მეჩეთი, ვისაც უნდა დავიდეს, ილოცოს მეჩეთში. ეს ვაჰაბისტები საერთოდ სოფელში არიან 5 წელია. მაგრამ ამის მშენებლობა დაიწყეს რადგან 20 დღეა. 20 დღის განმავლობაში უკვე დაიწყო მშენებლობა და ხვალზე დამთავრებენ ამ მშენებლობას, მაგრამ მე მინდა რომ დროზე მერიამ მისცეს განკარგულება ამ მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. ნამდვილი მორწმუნე ამ მშენებლობას არ შეეწინააღმდეგება. ეს ალაჰის წინააღმდეგ წასვლაა. ჩვენ აქ ღვთის სახლს, ალაჰის სახლს ვაშენებთ. სოფელ ფონიჭალაში მშენებლობა მეჩეთის გაცემული ნებართვა არ არის მეჩეთზე, გაცემული არის მშენებლობის ნებართვა ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე. ძირითადი კონსტრუქცია არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის მსგავსი, უბრალოდ თავზე აქვს სახურავი ესეთი მომრგვალებული ფორმის, თუმცა ესეთი ტიპის შეზღუდვა ვინაიდან თვითონ იქ მუსულმანური დასახლება არის, ინდივიდუალურ სახლზე ფაქტობრივად ესეთი რაღაც შეზღუდვა არ არსებობს.